ხელისუფლების მიერაც კი და იმედი გვაქვს ამ საქმეს ასე თუ ისე ბოლო დაედგება. თავს გასაგებია სავსებით, რომ ჩვენ დღეს პირველ სკოლისა ვისაუბრებთ ლარზე და ლართან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე. მაშასე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო დავით მობრძანებისათვის. მადლობა რომ ესეთი სტუმრობისათვის შესაძლებლობას მაძლევთ თქვენ ტელემაყურებლებთან შეხვედრის და მათთან ურთიერთობის ესეთი ფორმის საშუალებას მაძლევთ, რომელსაც ამ მაყურებელს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და შევეცდები. დიახ, ბატონო დავით, უნდა მოგახსენოთ, დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ სპეციფიკური მაყურებელი ყავს. ეს არ არის ის ხალხი, რომელიც დღე-დაღამ ტოქ-შოუებს არის მიჩერებული, არამედ ეს ნიშა იკვეთება ჩვენს საზოგადოებაში, რომელსაც მოთხოვნილება აქვს მოისმინოს მშვიდი, წყნარი, განსჯა, საუბარი, დიალოგი, მოსაზრებები, წინადადებები, ყოველგვარი ქვენა აზრების გარეშე პროფესიონალებისაგან და მასთან თანობით გარდა რომ უყურებენ გადაცემებს, ბატონო დავით, ამის გარდა სოციალურ ქსელებში პარტია გამოხმაურება ძალიან და მე როგორც ვთქვათ, პროგრამის ხელმძღვანელი ვღებულობ უამრავ წინადადებას, მოსაზრებას, აზრებს და ასე რომ ჩვენ ვთვლით, რომ სწორი არჩევანი იყო თავის დროზე გაკეთებული და ის პირობაც ბატონო დავით ყოველგვარი კეთილოცობის გარეშე გეტყვით, რომ მე ვასრულებ იმ პირობას, რომ ამ გადაცემაში სტუმრად არ ვიწვევთ ცრუ ექსპერტებს, ცრუ პოლიტიკოსებს, ეგრეთ წოდებულ მაშინ როგორც ავთქვით ლინკებზე ნასწავ ხალხს და ხალხს რომელმაც დღეს დაიწყო ფიქრი ეკონომიკაზე, ჩვენ ასეთი სლოგანებით აგვაქვს, დღესაც უნდა ფიქრობდეს, ხვალას და უნდა ეფიქროს და გუშინ წინაც უნდა კონდეს ნაფიქრალი ამ თემატიკაზე და შედეგიც უნდა კონდეს დადებული საზოგადოებისათვის ცნობილი. და ამიტაც ვამაყობ მართალი გითხრათ, არ მქონია ერთი შემთხვევაც კი რომ მე მეთხოვა ჩვენი გამოჩენილი კოლეგებისათვის და მეღო უარი სტუდიაში მობრძანებისათვის და გულწრფელი დიალოგისათვის. ბატონო დავით, როგორც იცის ჩვენმა საზოგადოებამ ეს ერთი კვირა ლართან მიმართებაში შეიძლება ითქვას უცნაურია. ხდება თითქოს მყარი გამყარება 2-3 დღის განმავლობაში, მერე ისევ ასე გამყარებიდან ისევ დევალვაციის ნიშნები, ანუ როცა ჩვენ უწოდებდით ზიგზაგისებური მოძრაობა ლარის კურსისა, ამავდროულად იკვეთება პოზიცია, რომ თითქოს ის ფაქტორები, რომელიც სახელდებოდა მაშინ, მიზეზები ლარის ავადობისა, ჩვენ მას ავადობა უწოდეთ და გახსოვთ ბატონო დავით, მე ვთქვი ესეთი ფრაზა, რომ ვირუსია ბატონო შეყრილი და სანამ ქრონიკულში არ გადაცულა დავირუსება, უნდა უშველოთ რამეთია და ვეღარ უშველე და მართლა ქრონიკულში აღმოჩნდა საბოლოო ჯამში. აი ახლა თითქოს რაღაცები იკვეთება. ბატონო დავით, აი თქვენი მოსაზრება ძალიან საინტერესოა ჩვენი მაყურებლისთვის, საზოგადოების, აი რეტროსპექტულად გადავავლოთ თვალი, როგორ იწყება ეს ყველაფერი. შარშან უკვე რაღაც თვალხილულია ნოემბრიდან მოყოლებული, რაღაც ეტაპობრივი შუალედური თებერვლის ბოლოსათვის თქვენი შეფასებები ჩვენი მაყურებლისათვის ცნობილია და ახლა როგორ განვითარდა მერე და აი ბოლო ერთი კვირა რა ხდება? რასთან გვაქვს რეალურად საქმე? 26 რო დააკავშირეთ თქვენ ეს 26 თებერვალს, ძალიან კარგია ეს გადაცემა, მასშივე ვილაპარაკეთ. თუ დააკვირდით, მე ვცდილობდი რომ ამ დაავადებებზე და ესეთ პროგნოზებზე ცოტა თავი შემეკავებინა. რატომ? მე ლარი იმდენად ძვირფასია ჩემთვის და ისე მიყვარს, რომ მე ის ადამიანები აღარ მიყვარს, ვინც ესე ხელაღებით იწყებენ ლანძღვას და რაღაცების თქმას. იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ეს არის ის ატრიბუტი, რომლის გარეშე ქვეყანა არ არსებობს და ქართველმა საზოგადოებამ ძალიან ბევრი იწვალა, რომ თავისი დამოუკიდებელი ეროვნული ფულადი ერთეული ქონებოდა და შეექმნა ქვეყანაში ფულის ტრიალის ისეთი გარემო, როცა სხვადასხვა მონეტარული სისტემები იქნებოდნენ დაქვემდებარებული ეროვნული მონეტარული სისტემის მიმართ. ხლა დღეს საქართველოში, როცა ლარზე გვინდა საუბარი, ისე უნდა გავიხსენოთ ერთი პრამ. 26-ში რომ დავიწყეთ. რა, რომ არსებობს ფუნდამენტალური ფაქტორები ლარზე, ლარის მერყეობაზე დამოკიდებული და არსებობს ფაქტორები, რომლებსაც შედარებით არა ტექნიკური ხასიათი აქვს. ყველა მაკლერი, ვინც გამოვა და ვალუტაზე ოპერაციებს
კეთებას იწყებს, ესე იგი არბიტრაჟი ქვია მას. არბიტრაჟში მონაწილეობს. საბანკო ერთეული იქნება ეს თუ იქნება სხვა პიროვნება, ხო? ყველანი უყურებენ ფუნდამენტალურ ფაქტორებსაც და ტექნიკურსაც. აი სოროსი მაგალითად მიიჩნევს და ეს არის დიდი სპეციალისტი ამ დარგის. ეხლა როგორ არის დამოკიდებული თქვა საქართველოსთან და ასე სხვა არის, მაგრამ აი დარგის მაგარი სპეციალისტია. ამბობს რომ ტექნიკურ ფაქტორებს შედარებით მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ესე იგი იმ ფაქტორებს, რომელსაც ჩვენ უსვამთ ხოლმე ხაზს. რა რაოდენობით დოლარია დღეს გამოსული და რა რაოდენობით შემოსული და რამდენია კონვერტაციის აუცილებლობა და ასე შემდეგ. და აი ფუნდამენტალური ფაქტორი რა არის? თუ დააკვირდებით თქვენ, აი მე შევიძლია ეს მაგალითი მოვიყვანო. არის რაღაცა ორი დიდი მაგნიტი, ერთი იზიდავს ლარულ სივრცეში თელ საქონელს და წარმოადგენს მთელი ღირებულების საზომს ერთ ფუნქციას და მეორე შემთხვევაში არის დოლარი, რომელიც ამას აი ეკონომიკის 60% უჭირავს დოლარს და 40 ლარს. დააკვირდით ეგ გადასახადებში 18% ვიხდით NDS. ეს არის ჩვენი შეძენების ყველა 18% ლარებში უნდა იქნას მობილიზებული ბიუჯეტში. პლუს ყველა ჩვენი დასაქმებული 20% იხდის საშემოსავლო გადასახადს. ესე იგი ჩვენ გამოგვდის 38% ოქროს კვეთის პრინციპი მხარდა 40 38 62-დან. გამოგვდის რომ ჩვენ აი ამით ვეწევით ლარის სტრუქტურულ გენერირებას, რომ ლარი ფუნქციონირებდეს როგორც სტაბილური ერთეული. ამიტომ ის ხალხი, ვინც ბიუჯეტს აბრალებს, ბიუჯეტში ლარების მობილიზაციის სიდიდეზე ლაპარაკობს, რომ ბიუჯეტი ხარჯავს უფრო მეტს, ვიდრე უნდა ხარჯავდეს ეს რაც შეიძლება გაუგებარია ხოლმე ესეთი რაღაცები, ხო? აი ეს ადამიანებში რაღაც სიმართლე არის, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ჩვენ აი ლარის წინააღმდეგ გაგვაწყობს. აქ ადრეცა ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ. ის რომ ლარი როგორც ღირებულების საზომის ფუნქცია, დოლარი როგორც ღირებულების საზომის ფუნქცია, ფულად აგრეგატში ასახული. ამიტომ აი ეს M0-ვანი, M1, M2, M3, ხო? და აი M2-სა და M1 შორის არის დისტანცია გარკვეული და ეს ბალანსია დარღვეული. ამ ბალანსის დარღვევა აისახება მიმდინარე კურსში, რაც აი ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში დამოკიდებული არის ამ ორი ფულადი, ესე იგი მონეტარული სისტემის ურთიერთობასთან კონკრეტულად ბაზარზე. ეს არ შეიძლება არ იყოს ზიგზაგური, აი ცვალებადი. და ეროვნული ბანკის ფუნქცია ზუსტად ის არის, რომ ვალაწილობა, ესე იგი სუბიექტების სათვის იმის გაუაზრებლობა და ხვალიდელი დღის უიმედობა რო არ გაჩნდეს. გაუაზრებლობა თუ რა იქნება ხვალ არ დაუშვას. გამიგეთ? აი ეს ზიგზაგები მაქსიმალურად შეარბილოს. ეს რო გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა, ამისთვის სჭირდება რესურსი. ეს არის პირველი მისი რეზერვი და მეორე არის მისი ბილი ზეწოლა ბანკებზე. აი ფაქტორები რა არის. მას უნდა ქონდეს რესურსი და ეხლა აღმოჩნდა რომ რაზეც ქალბატონი ლია ელიავა კარგად საუბრობს, რომ მის განკარგულებაში არსებული რეზერვი თვითონ არ არის ლიკვიდური. სადღაც არის რა და სარა მოიტანს და ამოქმედებს დრო გადის. ეხლა მეორე აღმოჩნდა რომ ბანკებზე რო რბილი ზეწოლა გააკეთო, მარტო საპროცენტო განაკვეთით კი არ აკეთებს. არამედ კეთილინებოს ამ ბანკმა და თავისი რეზერვია ამოქმედოს. და აღმოჩნდა რომ ამათ რეზერვები დოლარებში ცალკე აქვთ, ლარებში ცალკე აქვთ. თანაც ლარებში ისეთი ტიპის რეზერვები აქვთ, რომელთა ტრანზაქცია უცბად ხდება დოლარებში და რომელიც დაკავშირებულია ბიუჯეტთან. აი ეს არ ხდება. ესე იგი დარღვეულია ფუნდამენტალური პრინციპი ბალანსირებისა M1 და M2 შორის, ფულის აგრეგატებს შორის. აი ეს არის მთავარი. ეხლა ვინც არ უნდა შევიდეს, რაც არ უნდა ეძებოს, თუ ამისთანა მომენტებს არ მიექცა ყურადღება და არ დაისვა ეროვნული ბანკის წინაშე, აი ესეთი მნიშვნელოვანი ამოცანა რომ შენ ადექი ძმაო და მიხედი ამ საქმეს და აი აიღე ისეთი მოდელი მართვის, ხო, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოახდინო აქტიური ზემოქმედება ამ პროცესებზე,
ისე არაფერი არ გამო. აი ვიპოვეთ რომ თქვათ ბანკები რესტრუქტურიზაცია, ესე იგი რეფინანსირების ეს ხებს ყიდულობენ, ყიდიან და არბიტრაჟში მონაწილეობენ. აბა რა უნდა ქნას ბანკმა? ვინც არ უნდა იყოს სავალუტო ბირჟას რო ინახიან იქ სუბიექტი. აბა რისთვის არის იქ? უნდა იყიდოს ფული და გაყიდოს, ხო? როცა სარფიანად უნდა გააკეთოს ყველაფერი ეს. ამიტომ ვერსად და ვერასდროს ვერ დაამტკიცებ რომ ეს ცუდად იქცევა. თუ მოგებისკენ მიდის. აი ასეთ შემთხვევაში კი, როდესაც ალტერნატივა არ არის და ბანკი ვერ თავაზობს მას სხვა ალტერნატივას და ეუბნება რომ თუ გინდა კონვერტაციისთვის და აუცილებელი რესურსი, აი ამის ალტერნატივა უნდა ასეოდეს, მოიძიე რესურსი, გადი ბაზარზე და იყიდე. გამიგე? აი ამიტომ ეს ბაზარი უნდა იყოს შედარებით გახსნილი. აქ არის ეს სირთულე. ეხლა თუ აკვირდები ბატონოთან და მე მინდა ტელემაყურებელს ვთქვა, ეს იმდენად არამარტივი საკითხია, რომ მე ძალიან მიჭირს მისი, ესე იგი, ჩამოყალიბება, ისე რომ აი ყველასთვის უცბად გასაგები იყოს და მისახვედრი იყოს, იმიტომ რომ ორივე მხრიდან არის პრობლემები. ესე იგი, პრობლემები როგორც ლარის ფუნქციონირების თვალსაზრისით, ასევე ამ პატივცემული დოლარის. ეხლა რაც შეეხება იმას თქვენ თავში რაც ბრძანეთ რომ სამივე შტო ესე იგი ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა ეხლა სამივე შტო კი არა ორივე იმიტომ რომ ბანკიც არ გამოიყვანო და არ იყოს ეს აღმასრულებელი შტოს ნაწილი არ შეიძლება აი როცა ლაპარაკობენ ხოლმე ხელისუფლება დამნაშავე თუ ბანკი შეცდომა შენ ბანკს სად ეძებ კიდია რაღაცა ხო ბანკს იმიტომ განსხვავებული სასამართლო ხელისუფლებაში ეძებდა თუ ინსტიტუციებია ხო ინსტიტუცია ხო და ამიტომ აი ამ გავგენია რომ ბანკის კანონიდან გამომდინარე ეროვნული ბანკისა რადგანაც დისტანცირებულია რადგანაც არ არის იმასთან ეს აქვს ამიტომ ავდგეთ და ბანკიც რა თქმა უნდა ესე იგი მთავრობაც რომელმაც თავის დროზე მე ვიტყოდი რომ მთავრობის ზოგიერთი გაუმართლებელი ნაბიჯითაც ზოგიერთი აჩქარებითაც გამოთქმებითაც შექმნეს ლარისადმი უნდობლობის რაღაცა მომენტები, ხო? თუ გინდათ ის ფრაზებიც რომ არა ეს ბანკის საქმეა, ჩვენი საქმეა, აი ეს კატეგორიალური ლაპარაკი, რას ქვია ეს? ხო? რას ქვია შენი საქმე არ არის, ჩემი მსყიდველობით უნარი რო ეცემი, ჩემი ფულის. ბატონო დავით, სწორედ აი ასე ბოდიში და პარლამენტის, იმიტომ ეს ერთადერთია, რომელსაც კანონიერი უფლება აქვს ასეთ შემთხვევაში იყოს არბიტრი. მაგალითად ამერიკის, ვიყურეთ მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემას სოლომონ ბრაზერსმა და მერი ლინჩმა მოუგო სასამართლო. აი რაზე იყო სასამართლო. ესე იგი ბანკები რო იღებენ და საბანკო დაწესებულები ფინანსური, საკრედიტო დაწესებულები რო იღებენ რაღაცას გარანტიით ხო იღებენ აი ბინას, ტრაქტორს რაღაც მერე ამის გაყიდვის უფლება ვის ჰქონდეს და აი ამ საქმეში მოიგეს სასამართლო და ვერაფრით ვერ გადაწყდებოდა ეს საკითხი რომ კონგრესს და სენატს ცვლილებები არ შეეტანა კანონში განმარტებებში აი პარლამენტი ვალდებული ასე დროს აი რომელიმე მხარეს ბრალეულობის დადგენაზე კი არა საკითხი გადაწყდეს რომელიმე საკანონმდებლო აქტი დაამძიმოს ან გაამართლოს. აი ეს არის მაგათი ფუნქცია და თუ არ განიხილა და თუ არ ისწავლა ეს ერანაირად იქნება. ხო? ბატონო დავით, საქმე იმაშია სწორედ რომ რატო ამბობდით და ბევრი თქვენ ჩვენი კოლეგაც ამბობს ამას რომ პარლამენტის როლი უნდა ყოფილიყო უფრო ნათელი, უფრო მოქმედი და ქმედითი ეს ჩანს თუნდაც იქიდანაც რომ თითქმის 6 თვის განმავლობაში რაც ეს ნიშნები გამოვიდა და რაღაც ბატონო და მხოლოდ ერთი სხდომა არის კომიტეტის მოწვეული ორი კომიტეტისა პარლამენტის სადაც იყო ღია საჯარო განხილვა მონაწილეობდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრი ამის მეტი მსგავსი საჯარო შეხვედრა არ ყოფილა ჩვენს უგვაიმედებდნენ და საზოგადოებას გვეუბნებოდნენ რომ არა ბატონო ჩვენ კომუნიკაციები გვაქვს და სხვა შორის ჩვენებულ ტერმინსაც კი იყენებდნენ ესე ჩვენში რო დარჩეს სინქრონულად ვიმუშავებთ და კოორდინირებულად მაგრამ ახლა გამოჩნდა როცა უკვე 2 და 37-მდე მივიდა
კურსი, მაშინ გამოჩნდა ასეთი ნათქვამები უკვე, რომ იცით რა არის საბანკო საიდუმლოებები, რომელსაც ვერც პარლამენტი უფლობთ, ვერც თქვა ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და იქ რა ხდება არ ვიცით. თქვა იგივე რეფინანსირების წესები საითმეთის როგორ ვერ ვერკვევით, კომერციული ბანკები რა სავაჭრო ოპერაციებს ეწევიან არ ვიცით, არის საბანკო საიდუმლოება და მე მახსენდება ასეთი რამ, რომ ამ თემაზე ისევ აი ქალბატონ ლია ელიავასთან საუბრის დროს წამოვჭიეთ ეს საკითხი, რომ და ვიცოდით, თუ არის რა თქმა უნდა საიდუმლოებები და ასეთი რამეც ავთქვით, კაცო, ბოლო-ბოლო თუ თავდაცვის სამინისტროსათვის არსებობს დობის ჯგუფი, სადაც რაღაცა და აქ თუ რადგანაც ასე წავედ მივიდა საქმე და მართლა ეხება ეროვნულ ვალუტას და არა რაღაც ჯიხურის ოპერაციებს და შექმერით და ხედა მოუწოდეთ, ერთი 10 კაცი შეკრიბეთ, აღჭურვეთ ამ დობის მანდატი და ჩაიხედეთ. ახლა ამ თემას უკვე ხმალ ლაპარაკობენ, ბოლო ერთი კვირაა ბატონო დავით, რომ ახლა გავაკეთოთ მოსმენა პარლამენტში, მერე შევქნა რაღაც კომისია და ამ თემას ცოტა ქვიან მოუბრუნდებით. ანუ რა, ის რასაც ამბობდნენ, თქვა ამ სტუდიიდანაც პროფესიონალები, თუ პირველ რიგში თქვენი თეზები, მე ახლა გავიხსენებ. ახლა ბატონო დავით, ასე დავიწყეთ, საიდან არის? აი უსისტემობა რაში იყო და მეთოდოლოგიის არარსებობა. ჩვენ გააზრებული არ აქვს ფულის ადგილი და როლის, თქვენ ამით დაიწყეთ მაშინ და თქვით ესეც, რომ სანამ ეს მეთოდოლოგიური საფუძველი არ იქნება გააზრებული, ჩვენ ყოველთვის მივვალთ ასეთ ლაფსუსებამდე. ასევე ვთქვით, რომ თვითონ საბიუჯეტო მოწყობა და ბიუჯეტის ცნებაც არ აგვიგვიოთ, თქვენ ციტატაც კი მოიყვანეთ, თქვა კოდექსში როგორ არის განმარტებული ბიუჯეტი და თქვენ მას სავსე სამართლიანად ვწოდეთ ხარჯ-დაღრიცხვა და ისიც გავიხსენეთ, რომ ეს მექანიზმი წინა ხელისუფლებას ძალიან გააზრებულად ჰქონდა გამოყენებული და 28 ბიუჯეტია 9 თუ 10 წლის განმავლობაში მიღებული სხვადასხვა. ანუ იმ ხარჯ-დაღრიცხვაში შედიოდა კორექტირებები და თქვენ ბრძანეთ ეს და მე ბევრმა ჩვენმა კოლეგამ ეს ფრაზაც კი გაიმეორა მე რომ ამით აპრავებდნენ, მოდი ესეთ უხეში სიტყვა ვთქვათ, მაგრამ მიღებულია საზოგადოებაში, აპრავებდნენ თავიანთ ხარჯებს, ხო? და ახლა ჩვენ ამ სიტუაციაში, როცა ეს პრობლემა დაუდგა ქვეყანას, არც ერთი მექანიზმი არ გამოვიყენეთ, არც ის არ შეიცვალა, რაზეც უნდა დამდგარიყო, ანუ რეცეპტურა სად გვეძებნა, უნდა სწორ ანალიზში და სწორ დიაგნოსტიკაში, ესეც არ მოხდა. აი ახლა დაიწყო რაღაც მცდელობები, თუმცა დაგვიანებულია, ბატონო დავით, აი აქ მინდა ახლა თქვენი მე კი არ ჩვენ საზოგადოებას უნდა, ჩვენს მენელს უნდა კვალიფიციური ანალიზი. გასაგებია, რომ დაგვიანდა ბევრი რამე და ამაზე უკვე ღვთისმსხალობით ახლა ფიქრობ დავასახელებ კიდევაც ორი კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ზურაბ ტყემალაძე და ახალი თავმჯდომარე ბატონი თამაზ მეჭაური ახლა უკვე აღიარებენ ამას, რომ პარლამენტმა თლად ვერ ივარგა და ბოლომდე ვერ შეასრულა თავის ფუნქციები ამ თვეების განმავლობაში და ახლა რაღაცას ცდილობენ. და ამ დროს არის შემოსული ბატონო დავით ასეთი წინადადება. მე მაგ ინფორმაცია საჯაროა ეს უკვე გუშინ წინ გაცხადდა, რომ მომზადებულია კანონ პროექტი, ინიცირება ალბათ ორშაბათს მოხდება უკვე საქართველოს პარლამენტში, რომ ბანკიდან, ეროვნული ბანკიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით გამოყოფილი იქნეს ზედამხედველობის სამსახური, რომ ვითომ მან უნდა მიხედოს ახლა აი ბანკებში რაც ვახსენებ ახლა საიდუმლოა კომერციული ამის მართვას, ამის კონტროლს, ამის რეგულირებას და თითქოს ამოცანადევს მხოლოდ ამ სტრუქტურულ ცვლილებებში. თქვენ გახსოვთ ბატონო დავით და ყველას გახსოვს, რომ ასეთი მოდელი იყო ადრეც, გახსოვთ წნეთშიც კი გადაიტანეს ერთ-ერთი. ხო, ესა მე ისე უკან შეაერთეს. მე ეს მაგონებს, მანამ სანამ ის ძირითადი პრინციპები არ იქნება გადაწყვეტილი და შეთანხმებული, რაზეც თქვენს მიუთითებთ და ბევრი კოლეგაც, მანამდე ესეთი ჭრაკერვას უფრო გავს ეს, ვინმე ფუნდამენტალურად საქმის გადაწყვეტას. აი ამ კუთხით შევხედოთ, დავით, კი ბატონო შევქმნით რაღაცა სტრუქტურა და თითქოს რაღაც გამოსწორდება. და მეორე პარალელურად ამისა, კარგი ეს გავაკეთეთ, ამას მინიმუმ ერთი თვე მაინც დაჭირდება ამ სტრუქტურის გამიჯვნას კანონიერად, მე მის დაკომპლექტებას, მის ამუშავებას. ბატონო დავით, სახელმწიფო მოხელეებმა ერთი რამ ხო კარგად ვიცით, რომ რაც არ უნდა კარგი კანონი იყოს, რაც არ უნდა კარგი სტრუქტურა შევქმნათ, კარგი კადრები დავაკომპლექტოთ. 3-დან 6 თვემდე ჭირდება იმას, რომ ეს როგორც სისტემა, როგორც ინსტიტუცია სრულყოფილად ამუშავდეს. ასე ხო არ არის, ახლა დავდეთ ბალისზე თავი დილით გავიღვიძეთ და გამზადებული სტრუქტურა გვაქვს. 6 თვეს თუ დავუმატეთ, გამთავრდა ეს საბიუჯეტო წელი და ეგ არის. ასე რომ კი ბატონო ჩავთვალოთ, ეს არის რაღაც სტრატეგიული მოსაზრება, საითქენად უნდა წავიდეს ქვეყანა და ოდესღაც მოგცემს შედეგს, ვარაუდოთ, რომ 2016 წლის ბიუჯეტის პირობებში იქნება მართული, მანამდე. აი ახლა რეცეპტურაზე არის
საუბარი, რითი არის და როგორ შეიძლება ეს დავაჩქარდეთ. აი ეს მიდგომები, რაც ბოლო დროს მე მოგიხევით ის რაც საჯარო ინფორმაცია არსებობს ბატონო დავით, რომელსაც ვეცნობით ყველა და ახლა შევაფასოთ. ცდელობა კი ბატონო კარგია, უძრაობას თუნდაც ფუჭი მოძრაობა ჯობია, მოდი ესეც ავთქვა, მაგრამ არის ეს საიმედო ნაბიჯები თუ კიდე სხვა არის? არ ვიცი, როგორი რამეა, იცი და თუ არა. აი არის ქვეყნები, სადაც ერთად არის ეს ეროვნულ ბანკში შედის ეს და არის ქვეყნები, სადაც ცალკეა ესა, გამოყოფილია და მუშაობს დამოუკიდებლად. აი ჩვენ როდესაც ამის კეთებას დავიწყეთ, ეს ჯერ კიდე იყო 90 აი ოთარ ფაცაცია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ამის შექმნის. მაშინდელი პრემიერი გრიგალაშვილი თუ გიგაშვილი იყო ესეთი ახალგაზრდა კაცი იყო, გარდაიცვალა საწყალი. აი მაგი აპირებდა ესეთი ხელმძღვანელობას ამისათი. მაშინ მხედველობაში ქონდა ის, რომ უცხოური ფულის შემოდინების კონტროლი უფრო გაძლიერებული იყო მთავრობიდან და აი ის არ მომხდარიყო, რა დღეს მოხდა თქვა მაშინვე ამის. მაგრამ მე სხვანაირად განვითარდა პროცესები. გაიტანეს ბანკიდან, მე ბანკი შეუერთეს თვითონ ამ დაწესებულებას. მე ხედა ცოტა რაღაცა ესე იგი რა საინტერესო ბატონო და გრადგასკე გაიცილეთ. ახლა მე კიდე ერთ სხვა მაგალითს გეტყვით. ოღე გააკეთე. კი, რა თქმა გვახსოვს. ახლა კიდე ერთი ესეთი, აი კიდე მაგალითი, აი ჭრაკერო ამეთი რო ვახსენე, გახსოვს? დაზღვევაზე ზედამხედველობის სამსახური იყო ცალკე. მე დღეს რომ ეგრე არ შეიძლება და ეს და დაუქვემდებარეს ეროვნულ ბანკს და წარმოიდგინე ხა ეგრეთ წოდებულ ჯანმრთელობის დაზღვევას, რასაც წინა ხელისუფლება ეძახოდა და ხა იცით თქვენ რასაც ეძახოდით ბაგაჟჩვენ, დაზღვევის გარდა ის ყველაფერი იყო და ჯანმრთელობის მით უმეტეს. ხო, ეს შეუერთეს ეროვნულ ბანკს. აი ხა მე რო ნახეს რომ ესეც აღარ გამოვა, ხა ისევ ცალკეა. აი ამას ქვია ის ჭრაკეროა, როდესაც სტრატეგიულად არ არის გააზრებული რა გვინდა და რისთვის გვინდა ესათვის ინსტიტუცია. მე მგონია თუ აქ გააზრებულად გვექნება ეს წარმოდგენილი პროცესია, შეიძლება ეფექტურიც იყოს გამოიყვანო ეროვნული ბანკიდან ეს სამსახური. ხლა მაგალითს გეტყვით, აი რა შეესახმე. როცა ზედამხედველობას ანხორციელებ, ბანკი, ეროვნული ბანკი ანხორციელებს, ესე იგი ზედამხედველობას, ეს ბილი ზეწოლებია, არის ურთიერთობათა სისტემის ჩამოყალიბება, ნორმატივების და ამის შედგენა და ასე შემდეგ. ეს არ არის მკაცრი სუბორდინირებული დამოკიდებულება. ასე დროს ეროვნულ ბანკს აქვს სხვადასხვა, ესე იგი, ღონისძიებათა სისტემები, რომლითაც აფასებს ბანკის საქმიანობას. და იგი აფასებს, აი კაპიტალი როგორია ბანკის, როგორია ამ ბანკის აქტივები, თქვათ, თავისი შინაარსით, ხო? ხო არ არის ეს დამძიმებული რაღაცა არასწორი მიმართულებით. აი თქვათ, ძირითადი კაპიტალის ნაწილი მეტია ვიდრე აკუმულირებული ფულადი რესურსის. შემდეგ როგორია ლიკვიდობა და როგორია მომგებიანობა. აი ეს 4 პარამეტრია. აი მენეჯმენტი არ აინტერესებს ეროვნულ ბანკს. და აი ბანკების ზედამხედველობის სამსახური თუ ცალკე იქნება, მან შეიძლება ბანკების მენეჯმენტი გახადოს თავისი საქმიანობის ამოცანა. და რა მაქვს ხედველობაში? აქ ლაპარაკი არ არის მენეჯმენტი, აი საკადრო პოლიტიკა როგორია ბანკს. არ არის ლაპარაკი არც იმაზე, როგორია, თქვათ, პერსონალის ადმინისტრირების რეჟიმი. და არის კანონები ქვეყანაში და ის მართავს. აი აქ ლაპარაკი რაზეა? აი ახლა ნახეთ თქვენ რა მოხდა. ლიბერტი ბანკში გამოცხადდა ინფორმაცია, რომ თქვათ, ბურგენის მიდის 7%-ის გაყიდვაზეა ლაპარაკი. ჩამოიწერა მესაკუთრები ვინ არის. და ვერ დავინახეთ ქართული გვარი. ჩვენ დავინახეთ, რომ ლიბერტი ბანკი, ესე იგი ეს სისტემაქმნადი ბანკი, რომელიც პრაქტიკულად განსაზღვრავს ფულის მიმოქცევის შინაარსს პრაქტიკულად ყველა სოციალური გასაცემელი მომულია. არ ყოფილა ქართული თავისი შინაარსით. მე ეს არ მაწუხებს, კაცო, ვისიც გინდა იმისი იყოს. მაგრამ ვინ არის ეს პერსონა, ვისიც არის? თუ ის არის უცხოური სუბიექტი, რომელსაც აქვს ბანკი, მაშინ ეს ბანკი აღარ არის კვაზიბანკია. გამიგეთ? კვაზი იმითოა, რომ ის ისეთივე დამოკიდებულებაშია თავის დამფუძნებელთან, როგორც თავის დამფუძნებელი თავის მესაკუთრესთან.
გამიგე? ეს საერთაშორისო სტატისტიკოსების ასოციაციის განმარტება, რომელიც აქვს ონს შეიარაღებაში ევროგაერთიანებას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა გეუბნება, რომ ერიდე კვაზი ტიპის ერთეულებს. და თუ დააკვირდები ამ თვალსაზრისით, ნახავთ, რომ ჩვენი საბანკო მენეჯმენტი დაახლოებით ასეთ სიტუაციაში. ეხლა ამ ფორმიდან გადით აბა იმაზე მეორე პოზიციაზე, აი რომელსაც ეძახიან, ეხლა ჩვენ რო ამბობდით, რომ ვიღაცამ უნდა შეისწავლოს. და ვინ აღმოჩნდება შესასწავლი? ვინც აქ არ არის, სადღაც არის და აი გაჩნდება აზრი, ვინ არის ეს კაცი, ვინ მებრძვის, ვინ ეწევა ამ სპეკულაციას, ვის უნდა ეს და აღმოჩნდება, რომ სწორად იქცევა, მაგრამ ამ კაცს ბოდიში და სულ არ ადარდებს საქართველოში პენსია დროზე მიუვა თუ არა ვიღაცა ადამიანს, რადგან თვითონ არის სადღაც დღეს კუნძულებზე წამოგორებული და ვისკს სვამს, ვისკი კაია, არ ვიცი, მე არ დამილევია, რაღაცა კარგს ასმელს სვამს. ბატონო, აი უნდა გითხრათ, ახლა ძალიან საინტერესო თემა შეეხეთ. აი ამისთვის შეიძლება, აი მაგალითად მე გავაკეთებდი ამას. იმიტომ რომ ეროვნულ ბანკს ამის უფლებას არ მიცემს საერთაშორისო მონეტარული ფონდი. და თუ გადამხედველობას გამოვიყვან და შევიყვან აქაურ დამოკიდებულებში, მე ის ვეღარ მიყვი შეიძლება. გაზაკეთება. მე უბრალოდ ერთ კვლევის შედეგს გეტყვით, რომელზეც მე საუბარი მქონდა აქ დაახლოებით ერთი თვის წინ გადაცემაში. ესე კვლევა ჩატარდა ბატონო დავით და საქართველოში მოქმედი ბანკების 12 ძირითად ბანკზე იყო საუბარი. კვლევა არის მისი მესაკუთრეების. უნდა გითხრათ, რომ 7-8%-ია მაქსიმალური ქართული მხარის კაპიტალი. და თუ დავამატებთ იმ ფაქტორსაც, რომ გადამზღვეულები ძირითადად არიან ცხოვრებისაბანკო სისტემები, მივიღებთ იმ შედეგს, რაც მივიღეთ ის შედეგი, რასაც თქვენ ბრძანეთ. მე კარგად მესმის, ეკონომისტი ვარ და ამით არ შეიძლება ამის მაგრამ ბოდიში რა მინდა ჩავერი. როცა არის ჟენერალი სოსიედა თუ სოსიედა ჟენერალზე ლაპარაკი, აქ გასაგებია. იქ არის უშველებელი სტრუქტურა ფინანსური და აქ აქვს წარმომადგენლობა პრაქტიკულად, რომელიც დამოუკიდებელი ბანკის სახით არის. და აი ახლა ამათ ვეტყვით ჩვენ, რომ ეს იგივეა თურქული ბანკი რო ჩალიკი ბანკი. მაგრამ როცა არის ჩემთვის მე მგონია აი ქართული ბანკი რა არის, რა ბანკი არ ვიცი და რა სტრუქტურასთან არის დაკავშირებული. აი ლიბერტის შემთხვევაში რო ვნახეთ, ხო? რომელიც თურმე რა კითხვის ნიშან დასმულ გარემოებას წარმოადგენს. აი ეგ ცოტა სხვა მოვლენაა. გამიგეთ, ამას ძალიან დიდი ყურადღება. ეს უცხოელების საკუთრების ხელყოფის თვალით კი არ უნდა დავინახოთ, არამედ არაკითილსინდისიერი პოზიციები არის თუ არა ქვეყანასთან. ანუ გამოიკვეთა კიდე ერთი საფიქრალი, რომელზეც ქვეყანა უნდა ფიქრობდეს, ბატონო დავით, და ეს საფიქრალი არ არის ისეთი მარტივი საფიქრალი სხვათა შორის. ახლა ჩვენ ხო კარგად ვიცით, რომ ახლა ბიზნესია, კაპიტალს თავის სებები აქვს და მას ვერც პატრიოტიზმს მოთხოვდა, ვერც იმას რელიგიურობას და ვერც ასე ვთქვათ ვაიბურს. მას თავის კონკრეტული მიზანი აქვს, არის ბიზნეს სტრუქტურა და ორიენტირებულია მოგებაზე. ეროვნული ბანკიც და სახელმწიფოებრივი ინსტიტუციები სწორედ აქ უნდა ეძებდნენ თავიანთი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების დაცვის გარანტიებს, ხო? ამაზეა თქვენ სწორი მენიშნება გააკეთეთ. როცა თითქმის ყველა სოციალური გასაცემელი ერთ ბანკზეა მობმული, ბუნებრივია ნებისმიერ ტენდერს ის ოფიციალურად მოიგებს, იმიტომ რომ სტრუქტურაც მეტი გააკეთა, ისევ აბა მოიგოს სხვამ და შეძლოს. ვერ მოიგებს. ვერა, ხო, ამაზეა საუბარი. ზოგიერთი რო იძახს, სულ ერთი და იგივე იგებსო ტენდერს, აი გზების საკითხია კიდე ეს და როგორ მოუგებ 500 ტრაქტორი ყავს, ის აყავს, ეს როგორ მოუგებ? ანუ მე მომიგებს ახლა ტენდერს, ვინმე როგორ წავიკითხო, ბიუჯეტირება, ლექცია? ხო, ვერა. ასეა. აი ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებითაც, რადგან ესეც ირიბად კი არა, პრაქტიკულად პირდაპირაც არის დამოკიდებული ლარის სიმყარესთან, თქვათ, კარგად მიდის თუ არა ეს პროექტები. ჩვენ ხშირად გვესმის, ამ შემთხვევაში მოდი ჩვენ ლაპარაკობთ ბატონო დავით, როგორც მოქალაქეები, ჩვენ არა ვართ საჯარო მოხელეები და სახელმწიფო მოხელეები ამ ეტაპზე ჩვენი ცხოვრების და მოდი პირდაპირ თქვათ, კაცო, რატო აი ტენდერსო ისევ ისიგებს, მაგალითად შენებლობა. ჩვენ მოიგებს აბა რა იქნება ტენდერში ხო ვერ ჩაწერო უნდა გამოცდილება, ჩაწერო უნდა რაღაც ბექგრაუნდის პარამეტრები ხო უნდა იყოს, ტექნიკა რა აქვს, როგორ აქვს. ის ახლა ჰაერზე შექმნილი კომპანიები ვერ იქნებიან ისინი, რომელიც ფუნქციონირებდნენ და აკეთებდნენ ამ საქმეს. მე გულწრფელად ვიტყვი ბატონო დავით ასეთ რამეს.
თუ კაი კაცი ხარ, მოდი და თქვი ეგეთი რამე რა. იქ რო ატკატი იყო 30%, მე ატკაც არ ავიღებ და ეს 30% უფრო ხარისხიანი, ან უფრო ეფექტიანი, ან უფრო მეტი გზა აშენდება და დაიგება ასფალტი და დავამთავრებ ამით და მე პეტრესია თუ პავლესია, ეგ სულ არ უნდა იყოს საზოგადოების საფიქრალი და თავსატეხი როგორც იტყვია და მეორეც, ახლა ბატონო დავით გულწრფელად თქვა რა რომელიმე ბიზნესმენს უნდა ბუნებაშია მის ბუნებაში რომ ატკატი მიუტანოს ვიღაც ჩინოვნიკს რა ბატონო როგორ გეკადრებათ რაც უფრო თავისუფალი იქნება ის ადამიანი ის ურჩევნია რომ იქონდა იმასთან და შუაღამეზე რომ ქონებას უკეთებდა ვიღაც სხვას რა კეთილი სურვილი იყო ან ღამის თბილისის ბრების პროდუქტი იყო თუ სხვა რა გვინდა ეს არ გაგვიტაცოს აი ამიტომაც ახლა შევჭერდები თორე ძალიან შორტწავად მართლი ედახვევით დავით ამიტომაც კარგია საუბარი როცა გვაქვს, როცა გვინდა გადავხვდებით სხვა თემებს. დავბრუნდეთ ისე ლარს ბატონო დავით, იმიტომ ეს არის დღეს ახლა ჩვენი თავსატკი ვარ. მას ჩვენ გამოვხატეთ პოზიცია იმ გაგებით, რომ რა თქმა უნდა, ესეთი ინსტიტუციონალური ცვლილება, შიდა ინსტიტუციონალური ცვლილება შესაძლებელია, მაგრამ გამოვხატეთ ის აზრს, რომ ეს არ არის 1 და 2 და 3 თვის საქმეც, რომ მან რაიმე შედეგი მოგცეს და მე დავაკვირდეთ საზოგადოება კარგია, სწორია. შეიძლება ასეთი ფორმით, შეიძლება სხვა ფორმით. ესეთი ფორმები არსებობს, თქვენ აბსოლუტურად სწორად მიანიშნეთ, არის ქვეყნები, სადაც ეროვნული ბანკის სტრუქტურაა, ზოგან გარეთაც არის გამოტანილი ზედამხედველობის სამსახური, მაგრამ ეს სისტემა რომ მდგრადი გახდეს თვითონ ან სისტემის ქვესისტემა, როგორც ახლა გვეუბნებიან, იქნება ეს მაინც ეროვნული ბანკის ქვეშ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მაგრამ მისი ქმედუნარიანობა, ეფექტიანობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებულია, მათ შორის ერთ-ერთ ობიექტურ ფაქტორზე, დროზე უბრალოდ, დრო ჭირდება ამას. ხო, რა თქმა უნდა, ყველგან. ამიტომ უთხრა იქ ბანკში სანამ ეგენი დაიკლავებენ, აი ხო ხედავს ეგა ვთქვით ზუსტად. ხო, რა თქმა უნდა, ამიტომ ეს არ შეიძლება განხილული იქნას იმ ფაქტორად, რომ ჩვენ ლარს დავიჭერთ სწორად და ვთქვათ ამ წლის ვთქვათ ნოემბერ-დეკემბერში არ გვიქნება მაგი არა ამის გარანტია არ არის ხო დიახ ამას ვამბობ ზუსტად ასე რომ ამაზე პედალირება ახლა არიქა და ვივა რაღაც აღმოჩენა გავაკეთეთ და მორჩა უკვე ლარზე მშვიდად შეგვიძლია ვიძინოთ და ლარის თემა მოხსნილია საზოგადოებისად ან ეს თავის ტკივილი არ გვიქნება მცდარი აზრი გახლავთ ბატონო დავით აი ხა მაინც თქვენი შეხედულებით აი პირველი რასაც ყველაზე დიდ ფაქტორად რასაც ასახელებდნენ ორს ერთი გარე ფაქტორები გარე ფაქტორზე ვხედავთ რომ მყარდება ვალუტები ჩვენს რეგიონში სხვა ქვეყნებშიც მიდის ეს პროცესი მათ შორის რუსეთშიც მათ შორის იმ რეგიონსა ჩვენ ვიმყოფებით და იმ ქვეყნებთან ჩვენ გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა ანუ ეს ფაქტორი ნელ-ნელა ნელდება შიდა ფაქტორი ის რომ ვთქვათ ჩვენთანაც ტურიზმის სეზონი დაიწყო და ახლა გაიზრდება ტურიზმის შემოსავლები ეს ფაქტორიც ალბათ უკვე გამოირიცხება ლარის სიმყარესთან მიმართებაში რა ფაქტორებსაც დასახელებდა ხელისუფლება ხო რჩება ერთი ფაქტორი სადაც ჩვენ ვერაფერს ვერ უშველით უბრალოდ ორი ეს არის სალდო რომელიც 1 და 2 თვეში ვერ სწორდება და 1 და 2 წელიწადშიც ვერ გამოსწორდება ეს ობიექტური პროცესია და ღმერთ მაგნას რომ ჩვენ და სასიკეთოდ წავიდეს ეს პროცესი თანდათანობით მაგრამ აქრამე რადიკალური შედეგის მიღწევა შეუძლებელია აბსოლუტურად ობიექტურად და რჩება ერთი ფაქტორი რომელიც საერთოდ არის დამოკიდებული საქართველოს ეს არის გზავნილების თემა ჩვენი თანამოქალაქეებისა აი ჩვენ ამ ტერმინს ვეზევდით და პატრიარქმა სპატა თითქოს ქუფალმა გისნა ამასენა თქვა რომ გამოვიყენოთ ამ ადამიანების მიმართ ერთი ტერმინიო ჩვენი თანამოქალაქენი ზოგს იმას აძლევენ მოქალაქეობა ზოგს არ აძლევენ ეს კიდე სხვა დიდი თემაა და შორს აგვიყვანს ისევ მაგრამ მოდი აი ჩვენი თანამოქალაქეებისგან გზავნილები ეგ ჩვენზე დამოკიდებული უფრო მცირდება მაშინ ჩვენ ციფრი დავასახელეთ ბატონო დავით ეს იყო 37 მილიონი ახლა უკვე 4 თვეში რაღაც 70 მილიონზე მეტი აკლება ასე რომ ეს ფაქტორი იმუშავებს და უფრო წავედაც მაგრამ ეს გადამწყვეტი მაინც არ უნდა იყოს ხო მაშასე სად მივედით იქამდე რომ დასახელებული ობიექტური ფაქტორები არ არის მაინც და მაინც ასე ვთქვათ ისეთი რომელიც ვერ დაეძილოს ზოგი რამ სწორდება კიდეც მარტივი დასკვნა კეთდება და მოქალაქენი აკეთებენ ამ დასკვნას ესე იგი საერთოდ სხვა განდევს კიდე პრობლემა ლარის არასტაბილურობის აი ახლა უყურე აი აქ შევხედოთ ახლა აი ახლა მაგას მინდა მიაქციო ყურადღება აი წარმოიდგინე 3 წლის წინანდელი პერიოდი მოდელი როგორც მუშაობს ჩვენი ფინანსური სისტემა ისე მუშაობდა მაშინაც. დიახ. ახლა რას გეუბნებოდი ეს მოდელი რომ 30%, 38-39% იყო ლარის
აქტიურობის სფერო. ხო, ნუ 60-62% იყო დოლარიზაცია, ხო, როგორ ახლა 80%. ახლა გვეუბნებიან 70 არის. არა, ნაკლები ახლა. ახლა მინდა ამას მინდა მიაქცევო. იქ დოლარიზაციას რას გეუბნებიან? დეპოზიტების. მე გეუბნები თელი ეკონომიკა. ახლა აქ დააკვირდი რას გეუბნები. როცა ასეთ აქტიურად ხდებოდა დოლარიზირება ეკონომიკის, ადამიანი ტოვებდა ქვეყანას და მიდიოდა უცხოეთში სამუშაოდ. იმიტომ რომ აქ იკვეცებოდა წარმოება. ეხლა ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ რა ხნესო, ამდენი ფული ჩაყარეს სოფლის მეურნეობაში და რა შედეგიაო, რა პარამეტრებიაო, რაო ერთი მიმტკიცებდა ერთი პროფესორი შენთანაც გამოდის ხოლმე, რომ ისაო რა ინდიკატორი გაქვს, რომ სოფლის მეურნეობაშიო კარგად წავიდა ეს საქმე. ჩემი ინდიკატორი სოფლის მეურნეობაში ყოველი იყო ნატურალური სიდიდე. მოსავლიანობა ჰექტარზე ხორბლის და დაახმული ჰექტრების რაოდენობა. რა ინდიკატორები მინდა მე როცა სოფლის მეურნეობაზე ვლაპარაკობ. როცა ვლაპარაკობ სოფლის მეურნეობის ხვედრით წილზე მთლიანში და პროდუქტში, აი მაშინ სხვანაირია. აი მანდატს გაზრდილია 6 იყო 9 და 2-ია. გაწო საშემოდგომო ხნას თავი დაანებე და მარტო გაზაფხულზე 400.000 ჰექტარი დაიხნა. როცა სააკაშვილი მთელი კრუგი იყო 250.000 ჰექტარი. კი, მე ზუსტად ვიცი 470 დაიხნა. ეგრეა მართალია. ლარების რაოდენობა წავიდა მიმოქცევაში წავიდა. ეხლა ერთ მაგალითს მოგიყვან კიდე. პირველ ეტაპზე ბატონმა სერგიენკომ ვერ შეასრულა ხარჯვების გეგმა. პირველ წელიწადში. ბია 2.3 და აუ ატეხეს ამბავეს რა ხნა ვერ დახარჯებული. აი მარტივი მაგალითი. ამირან გაყრელიძის გაანგარიშებით 3.5 3 და 2 და 3.5 მილიარდი იყო GDP-ში ჯანდაცვის ხარჯები. აი ეს აიღეს რამდენი არ შეგვიძლიაოდა 800 მილიონი მოდი დავხარჯოთ. და აღმოჩნდა რომ 800 მილიონი არ ჭირდება, კაცო, ჭირდება 9.5 მილიარდი, ხედავ. ეხლა სად ხდებოდა თურმე ლარების ინვესტირება, ჯანდაცვის გავლით, სხვა სფეროში. ეხლა ეს შემოტრიალდა და დარჩა. აგა შენად ღერთვე, ჩვენევრად ახსენი. რა მოვიდოდა ლარს? ეხლა რო არ არის მთქმელი იმათ შორის ვიღაცა, ვინც ამას იტყვის, ამიტომ უნდა დაზარალდეს ეს ხალხი. ხო, რა მოვიდოდა ლარს? ესე იგი ლარმა, მაგნიტმა მოიზიდა მეტი და მეტი ლარები, შემცირდა დოლარების რაოდენობა, აქა თვითონ ეკონომიკური ობიექტურობა იყო, თან ზამთრის პერიოდში ენერგეტიკული ხარჯი ბევრი იყო, დოლარის გასავალი მეტი იყო, გამიგეთ? შიგადაბანდება ნაკლები და ეს მოხდა. ეხლა რო გადახედავ სიტუაციას, ხო? მაგონებს მე ეს დაახლოებით 90-იანი წლების შუაში საფრანგეთის მდგომარეობას. ფრანკი დოლართან მიმართებაში მერყეობდა 6 ფრანკი 1 დოლარი, 5 ფრანკი 1 დოლარი. 1/5 სიდიდით. და ზუსტად ეგეთი რყევა ექნება ზამთარ ზაფხულს ლარს. გამიგეთ? ნაზრდის 1/5 სიდიდით. ეხლა თუ ბანკები მიიღებენ, კიდევ ვიძახი ეხლა, დოლარს მიიღებენ და გეტყვიან რომ 4.5%-ად ვიღებ, ლარს მიიღებენ 9%-ად როგორც იღებენ, ლარს გასცემენ კრედიტად 18%-ად, დოლარს გასცემენ კრედიტად 10%-ად, ნაზრდი როგორც საკრედიტო პროცენტის ასევე დეპოზიტზე 1-2-თან არ იქნება? ხო და რა დასაქცევი ქვეყანა რა ხდება? ვინ ვის ეჭხუბება და რატო ეჭხუბება? და რატო სარგებლობს და მესამე პირის უწოდინრობით და გადარიელ არის იღუპება ასე ხდება. ხალხი მეუბნება ეშველება რაბელარს და ასე შემდეგ. არაფერი უსაშველო, არაფერი არ ჭირდება. ბატონო დავით, ახლა იმის გათვალისწინებით აღიარება რომ ეს არის რთული საკითხი, რომელშიც ვერ ერკვევიან და პასუხობენ. ხო, ბატონო დავით, ახლა იმის გათვალისწინებით რომ მე მონაწილეობდი, იცით ეს თქვენ აი პირველი ბიუჯეტის გათვლაში, ჯანდაცვაში, რაც უნდა მომხდარიყო, თქვენ რო ბრძანეთ და მაშინაც იმ გუნდშიც რა ბატონო დავით, მაშინ ვინც ამ იდეოლოგიას ასე ვთქვათ, ლობირებდით რომ ამ კერძო ეგრეთ წოდებული სადაზღვევ სისტემები უნდა ასე ვთქვათ გაუქმებულიყო და გადაუსულიყავით იმაზე, რასაც გადავედით ახლა საყოველთაო ჯანდაცვის. მაშინაც იყვნენ ბატონო დავით ოპონენტები, რომლებიც ასეთ რამის გვეუბნებოდნენ, თქვენ ფული არ გეყოფათ.
და მე კარგად მახსოვს 3 მილიარდი რას გვეყობოდა არა რაზე ლაპარაკი მე მაგას ვიცახული რომ არ არის ეს 3 მილიარდი რა თქმა უნდა აი როგორ არის ბატონ დავით ახლა მოდი საჭიროება. შევხედოთ ასეთნაირად აი ციფრად ვხედოთ მე ვამბობდი და მე ცხოვრებამ დაადასტურა რომ ჩვენ გვექნებოდა პირიქით ეკონომია ამ ბიუჯეტში ახლა აღმოჩნდა ორი ძირითადი ფაქტორის გამო პირველი რაც მე ჩვენ ზუსტად ვიცოდით მაშინ რომ ნოზოლოგიები გაფასებული იყო კერძო სხვადასხვა კომპანიებისათვის გადიდებული იყო პრაქტიკამ გვიჩვენა რომ ეს ასე ამდენი საჭირო არ იყო და მეორე ბატონო და ითვლებოდა ბიუჯეტი 4.5 მილიონზე ჩემო კარგო აი ახლა როდესაც შარშან ნოემბერში აღრიცხვა რომ ჩატარდა მოსახლეობის გამართლდა საქართველოს დემოგრაფების პროგნოზი ჩვენი საყვარელი საერთო მეგობრების ბატონი ანზორ ტოტაძის ბატონი ავთანძის სულაბერიძის წულაძის და სხვების რომლებიც ამბობდნენ რომ არა ბატონო საქართველოში არის 3.700.000 3.800.000 ადამიანი დავთვალეთ ახლა შარშან ნოემბერში და გამოვიდა რა 3.729.000 ამას მე 5 გადაცემა მიუძღვენი აქ ზედიცეთ ყველა გაჩერება. აი ამ ფაქტორების გამოა ეს ბატონო დავით. აი მაგი გითხარი. ასე რა თქმა უნდა. უბედურება სერგეენკოს გუნდის ის არის რომ ამას ხალხს არ ეუბნებიან. აი მობრძანდნენ აქ და ელაპარაკონ. პირიქით კარგი საქმე გააკეთეს და არ ამბობენ. პირველი რა არის? პირველი ის არის რომ ეს ნოზოლოგიები იყო გაფასებული არასწორად. რა თქმა უნდა 85%-იანი მოგების მარჟა ჰქონდა ერთ კომპანიას. თვითონ არ არიან ეს ფული. ესე იგი მიდიოდა ახალი საავადმყოფოს შექმნის რემონტში, რაღაცებში. ეხლა წამოვიდა ჯანმრთელობაში. წამოვიდა ავადმყოფის. ეს ერთი. და აქ ყველაზე ცუდი რა გაკეთეთ ის რომ დაინახეს რომ ამდენი ფული არ აჭირდება და ათვისება და აი რატო არ მოითხოვეს ცვლილებები ბიუჯეტში. და რატო არ შეტრიალდნენ მე ჯანდაცვაზე კი არ ვლაპარაკობ. ეგ უკვე არის ფინანსური სამინისტროს პოზიცია. ეგ არის ბატონო. პრემიები რატო მიიღესო? პრემიები რატო მიიღეს? ხელფასის ფონდი რო დაუგეგებეს. და რო თანამშრომლები რო არ ყავდათ. აბა საწაიღოთ ეს ფული. კანონი შეასრულეს მიიღეს პენსიები, პრემიები. და ამიტომაც კანონი რო შეასრულეს, ვიტო ეს 25 დეკემბერს და რა თქმა უნდა შეესწრობა იყო. ზეჭაბუკიდან მე პოდით ახლა ბატონო დავით გავიხსენე ამიტომ მე გეუბნები იმ ხარჯდაღრიცხვიდან და დაიწყო რომელსაც ბიუჯეტს ეძახიდა და იქ დაამყარო წესრიგი და რომ დაამყარებ მე გეკნება ბატონო დავით თქვენი ფინანსთა მინისტრობის დროს მე სახელმწიფო მოხელე ვიყავი და ხაზინა არა ხაზინა შეიქმნა არა მექანიზმზე უყები კაცო რატო აი მარტივ მე ამხელა უწყების ხელმძღვანელი ვაწერდი ხელს ყველა გადარიცხვას და კაი დედიშვილი ვიყავი და ხაზინაში არ გატარებულიყო ეგ როგორ მე პრემიას ვიგამომაწერიებდა 5 ხელფასის დონეს 28-29 დეკემბერს ხაზინა არ გაატარებდა გესმით ანუ ეს ინსტიტუციაც მოიშალა ახლა რომ ეძახოთ რაღაც სტრუქტურის თან ერთ-ერთი სტრუქტურის აღარ მინდა დასახელება მისი სტრუქტურა სიპი ერთ დღეში პრემიის სახით იძლევა 3.200.000 ვიღაცამ კონდე იკითხოს რა მოხდა ეგ ამისთან რავი აღმოჩენებია გაკეთებული არაფერი მეორე მხრიდან ეს მათ სწორი ჩანაწერო ხელფასის აი მას ნიშნავს რომ არ არის ახლა ამაზე მართლა ვიხუმრებ რა პირველი ჩემი შეხვედრა სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და მართვის ინსტიტუტთან ეგრეთ წოდებული დიდი ვალიკო მელქაძის ინსტიტუტთან სადაც თქვენს და ჩვენს და არაერთი თაობა ქართველი ეკონომისტებისა გაიზარდა პირველი რა მახსოვს ახლა იმ ინსტიტუტში მისული ახალგაზრდა ბიჭის გოგი კალანდაძე იყო პროფკავშირის თავმჯდომარე თუ კომკავშირის მდივანი და დაგვავალეს ახალგაზრდებს რომ დარჩა რაღაც 500 თუ 700 მანეთი გაუხარჯავი სოციოკულტურული ღონისძიებებისათვის და მელქაძე კაცო ამ ხელა გიგანტმა ეკონომისტმა გითხრა რომ მომავალს აღარ დაუგეგმავენ ამ ფულს ასეთი იყო ისიც და წადი რამე იყიდეთ და ჩვენ წავედით და ვიყიდეთ როიანი და ეს მახსოვს ახალგაზრდების ის ახალი წლის საღამო ქონდა ინსტიტუტში და აღმოჩნდა როიალის დამკვრელი არ ყავდა აი ეს არის ფიგურალური მაგალითი რასაც ცუდად დაგეგმა და მე იმის შესრულებისათვის არა ეგ ცუდი არის იმიტომ რომ მე ჩვენ მივიღეთ რამდენიმე თანამშრომელი ვინც იცოდა და ხო არა მე კი მოცეკვავების ვიყავით და მომღერლების ასე აი ეს უბრალოდ ეს არის ფიგურალური ახსნა იმისა რაც ახლა მოგვივიდა ახლა ბატონო დავით როგორც იქნა ორი თემა გამოიკვეთა ფინანსთა მინისტრი გვეუბნება რომ დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის ცვლილებებზე და ელოდებოდნენ ამით გამართლდა ეს რომ ელოდებოდნენ სავალუტო
ფონდის რეკომენდაციას მთლიანი დაპროდუქტის ზრდის ტემპთან დაკავშირებით ახსოვს ჩვენ საზოგადოებას 2.3%-ით განიცავთ რომ სოფლიო ბანკის მიერ ახლა სავალუტო ფონდმა თქვა 2%. და თითქოს ეს არის ახლა გადამწყვეტი იმისთვის რომ 5 თვის განმავლობაში ჩვენ არ დაგვეწყო მუშაობა ქვეყანაში ბიუჯეტის ცვლილებებზე. აი რო ვიძახით რომ კამრის მოჭერა გვინდა, ეს კამრის მოჭერა თქვენ ძალიან იუმორით აღნიშნეთ, მაშინ ჩემმა საყვარელმა მეგობრებმა ნუ რატომ უნდა მოიჭიროს კამარიო, რომელიც თავის პატარა ობიექტზე მუშაობს და პატიოსთან იხდის გადასახადებს. ან ცუდად უთხარით ხალხს რა გვინდა სინამდვილეში. არც არაფერი კამარი აღარ მოჭერილა, ხო? ახლა ვიწყებთ ამას. მე ხო ის ნათქვამები მეც და საზოგადოებასაც ხო გვახსოვს რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. იცით რა, აი ეს არის ცრუ წარმოდგენები პროცესიდადმი. ესე როგორი მექანიზმი მუშაობს იცით ბატონო, ჩვენ ხო არ დავემსგავსებით წინა ხელისუფლებას რომ კორექტივები შევიტანოთ ბიუჯეტში. აი ძვირფასო ხელისუფლება უნდა გითხრათ, აი როცა ბატონ დავით იაკობიძის მოსაზრებას გაიზიარებდა ბიუჯეტი გექნებათ მართლა ფული გექნებათ მართლა განმარტებული სწორად, ასეთ შემთხვევაში შეიძლება მერე თქვა რომ რაღაცები კარგად ვერ შევასრულეთ და ჩაგეთვალოთ ნაკლად, მაგრამ თქვენ როცა და ჩვენ ყველას ქვეყანას ხარს დაღრიცხვა და არა სხვა რამე დაუფუძნებელი დიდ მეთოდოლოგიურ შეხედულებებზე და პრინციპებზე, ფასეულობებზე, მაშინ არაფერი სასირცხვილო ეს არ არის. მეტიც ბატონო დავით თეორიის თვალსაზრისით საბიუჯეტო მართვის თეორიაში ახლა ორი წიგნი ვისაც აქვს აკითხული ყველა მიცის ეს დიდი კატაკლიზმების დროს არასაბიუჯეტო მართვის მეთოდების გამოიყენებოდა. თუ სახელმწიფოები აკეთებდნენ ამას. ხო, ახლა შორტს ყველა რა თქმა, აი შორტს რო არ წავიდეს და მეტი კატაკლიზმები რაღა გვინდა. ახლა აღარავის აღარ ახსოვს ბატონო დავით რომ საქართველოს ბიუჯეტი გათვლილია $1.8 და დღეს გვიხარია რომ 2.27-ია. იმიტომ რომ 37 იყო და 27-დან ჩამოვედი და ის უკვე ამოღებულია ჩვენი მეხსიერებიდან რომ გათვლილი არის $1.8-ზე. ახლა რანაირად ჩემო ძალიან ძვირფასება. ასე, ამიტომ მოდით ჩვენ აი შემიფასეთ ბატონო დავით რომ არ გვინდა მუნდირის ღირსების დაცვა არც ერთი უწყების. დროზეა დასაჩქარებელი, ახლაც არის შესატანი ესრულება და შეიძლება მოგვიწიოს სულების შეტავა სექტემბერ-ოქტომბერში. გამოხდა ამის თანხმები პირველ ნაწილში. მეორე ნაწილში ხლა მუნდირის ღირსებაზე რო არის ლაპარაკი, ეს მუნდირის ღირსების დაცვა კი არა. არა, ასე გონია მავანსწორე, ჩემთვის მე ვიცი რაც ნიშნავს. ხო გახსოვს, არ მინდა ამის რო იყო, რომ აი დავით აღმაშენ დემეტრე თავდადებული, რომ დავით აღმაშენებელი წარმოუდგება გუჯაბურდული თამაშობს. ხო და ამაზე დიდიო რა უნდა თქვას მეფემ რომ ჯარის წვევა მინებებია ხო გახსოვს? დიახ, ხო და მე ამას ვერ ვამბობ, იმიტომ ხალხი გამიწყდება ის და აი ეს არის. ხო და აი ამაზე დიდი რა უნდა იყოს, როცა შენ დამოუკიდებლად დაიწყებ შენ საქმიანობას. იმიტომ რომ როცა შენ ხარს დაღრიცხვა ხარ, მიბმული ხარ. რა ენაღლებოდა თქვათ იმას გილაურს, როცა იყო ფინანსთა მინისტრი. მიშა იყო და დაიხარჯოს იქ. კი, დაიხარჯოს. შეიძლება იმის შესრულება და კოზანაძე ხელს მოდა მიღებული იყო თვლილება. ხო, 12 ჯერ მიიღეს წელისა. 4 წელიწადში ბიუჯეტი. 12. ხო, სულ 28 ჯერ და რა. ხო და ადექი ახლა შენ და შენ მოაწერე ხელი ამ შუალეთში. და შენ კარებთან დააყენე ხალხი. კარებთან ახლა ფიგურალურად ვამბობ, რომ მოვიდნენ და რამე არ არის. აი მაშინი გვეწოდინება ჩვენ მომჭირნე ფინანსთა მინისტრი ხარ თუ არა ხარ და საერთოდ თუ ხარ ფინანსთა მინისტრი. სანამ შენ ამ იმათი უფროსი ხარ, რა ქვია, ხალხის რომელიც დაძდევს იმათ და გადასახადებს კრივავს, ცოტა სხვავინვე ხარ. აი იყო მეჭურჭლე თუ ხუცესი და იყო მოლარე თუ ხუცესი. და მე რო ფინანსთა მინისტრი ვიყავ ძალიან მიხარო და ლადო მეუნებოდა ხოლმე ის ალფენაძე რომ მეჭურჭლე თუ ხუცესი და მიხაროდა ძალიან და რატო იცი ბატონო და რატო მიხაროდა? სისხლის სიგელია გაცემული ალექსანდრე მეფეს მიერ. იაკობიძეზე, რომელიც იყო მოლარე თუ ხუცესი და მისი სისხლი 120,000 კირმანაული ღირდა. და მე მოვახერხე იაკობიძეში პირველმა გავხდი მეჭურჭლე თუ ხუცესი. და მოლარე თუ ხუცესი იყო სახურ თუ ხუცესის პირველი სახელი.
ბატონო დავით აწი თქვენ სამგენას ჩემს მაყურებელთან ამით ვაი ჩემო სირცხვილო რომ მე ეს არ ვიცოდი ეს არავინ არ იცის ახლა პირველად თავთ თუმცა ვლადიმერ ალფეინძე ამაზე წერ ახლა რაღაცას და ვლადიმერ ალფეინძე იყო ჩემი უბრალოდ დიდი მეგობარი ორივე ოტობაიერლები ვარ სხვათა შორის ნათაში ამ ხოლს ადასული ღმერთმა ერთ-ერთი განათლებული კაცი ამ დონის ნაკითხი კაცი მაგაზე განათლებულს არ იტყოდნენ რაღაც სხვანაირი კაცი იყო ძალიან უდიდესი ინფორმაციის ფლობელი და ნაკითხობით ფანტასტიკა. მე ეს არ ვიცი ძალიან კარგი. აი ესე, ამიტომ არის ცოდნა უახლოეს მეგობრები შეიძლება არის. გააკეთე ესე რა და მაშინ კი, რა თქმა უნდა, ანუ აქაც ვთანხმდებით ბატონო დავით. აქაც ხელს ვაკლებთ რაღაცას. ტემპი არ გვარგა როგორც შენ ისეთი გულით გამოხედე ახლა რომ გეგონება გისმენენ და თუ გვისმენენ, აი ამის მერე გაიგებენ რომ მოლარე თუ ხუცესობას ჯობია იყო მეჭურჭლე თულს. დარჩება ეგ ფრაზა ჩვენს ქართული ისტორიიდან ეს ნამდვილად ასე. ბატონო დავით, ესე იგი ესეც შევთანხმდით რომ და ამასაც ვეუბნებით ჩვენს მაყურებელს და საზოგადოებას იქნება ამ კუთხითაც დავაჩქაროთ ტემპი არის მეტი საჭირო, მეტი აქტიურობა საჭირო. და კიდე ერთხელ მე რა უფლება მაქვს და ამ ვინმეს დავით იაკობიძეს არ დაუჯერო იმაში რომ განკურნებადია ეს ყველაფერი და არ არის ესეთი ესე იქნება სიტუაცია რომ ზამთარში სხვა კურსი იქნება ზაფხულში სხვა ანუ ექვემდებარება მართვას და მთავარი ეროვნულმა ბანკმა ეს დაარწმუნოს ხალხი რომ ეს გადასულები იქნება არა ისეთი მტკივნეული როგორც აი დღეს არის ამიტომ როცა პროცესი მართულია და საჯარო იყო დადის ხალხი და დოლარში მაქვს კრედიტი რამე შველება და რატო აიღე კაცო ხო აი დაუგდე ვიღაცას ხური თქვა იმ პატივცემულმა კაცმა რომ შეეკითხეთო აუ პენსიონერი შეეკითხოს პენსიონერიც შეეკითხოს ყველა უნდა შეეკითხოს ერთხელ მე ვთქვი რომ როდმინდი ხართ კაცო და усმენთ ამ და ვინ თქვა ვის უსმენთ წერლები თქვა გაბრაზდებიან ისინი თქვა და აი ამ მოქანდაკეებს რო უსმენთ მეორე დღეს თეორი მოქანდაკე მეუნებოდა რატო თქვი ეგაო მე ვთქვი ბუღალტრებს დაუგდეთ მეთქი ყური ბუღალტრებს მაგრამ არ უნდა ამ ხალხს დაუგდო ბუღალტერს ყური კრედიტი ისე უნდა აი ახლა რაღაცა უნდა რა რომ გააკეთოს და ეს თემაც შესაძლებლობებს კრედიტ დამოკიდებულების თემა ასე შეგვიძლია კიდე ვთქვა ეს გაჩნდა საზოგადოებაში როგორც ამბობ წამალ დამოკიდებულებაზე და ასე შემდეგ ესეთიც არის მაგრამ როდესაც თვითონ ამდენად მაღალია საკრედიტო განაკვეთი და წარმოიდგინე ხა ადამიანი იწყებს ბიზნესს და 14% მინიმალური და რაღაც წარმოიდგინე რა ბიზნესი უნდა გქონდეს შენ რომ უცბად ხდება ახლა მაყურებელი რის თქმა გვინდა ახლა ასეთი მაღალი ემის დროს არა მოინდომა სახელმწიფო რაღაცას აკეთებს ახლა ხელშეწყობის ფონდი 10-12%-ზე თვითონ ფინანსებს დანარჩენი ბანკით რაც ხდება ამაზე ალბათ ჩვენ სხვა გადაცემებში ვისაუბრებთ ბატონო დავით აქაც ვერ არის ესეთი შედეგები როგორცაც ველოდით და როგორც იყო ტირაჟირებული სამწუხაროდ ნიშნავს იმას რომ აქაც რაღაც ხელს ვაკლებთ და ალბათ ამ თემატიკაზეც ფარდას გავხდით დიალოგისას ამ სტუდიაში და ვილაპარაკეთ მაგრამ ახლა ისევ ამ ჩვენს ლარს მოვუქუნდეთ ახლა ბატონო დავით ასეთი ინფორმაცია არის ესეც საჯარო ინფორმაცია რომ ორშაბათს დაიწყება განხილვა კომიტეტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ანგარიშისა ეროვნული ბანკის ეს პირდაპირ არანაირ კავშირში არ არის ლართან და ეს არის კონსტიტუციური ნორმა მოთხოვნა ანგარიში ყოველწლიურად აკეთებს ანგარიშს ეროვნული ბანკი და მას იხილავს პარლამენტი და ამტკიცებს მოხდა ასეთნაირად რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილა ეს და მისცა უარყოფითი დასკვნა ახლა იხილავენ სხვა კომიტეტები მეთაური სათაო კომიტეტი ამ შემთხვევაში ასევე კანონმდებლობით არის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი ის განიხილავს დაგეგმილია ორშაბათს და როგორც ჩანს აქაც დასკვნა იქნება უარყოფითი და როგორც თავმჯდომარე ბრძანებს არის მოსაზრება ასეთი რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია აი ამ დროს თქვენც მიანიშნეთ ეს და მეც გულწრფელად გეტყვით მეც ასე ვფიქრობ რომ ეს ძიებით შედეგს მე ვერ დავინახავ და ამან კიდე უფრო არ დაამძიმოს სიტუაცია მე ამ შემთხვევაში როგორც მოქალაქე
ძალიან პრაგმატულად უდგები ამ საკითხს, რა მოეშველება ჩემს მოსახლეობას იმ გაგებით, რომ ამ ძიებაში, ვითომ ძიებაში კიდე არ გაგვიქცეს ხელიდან ლარი, ეს ერთი და მეორე, როგორ ვთქვათ, ახლა ჩემი ქვეყნის პატრიოტი და ჩვენ შეიძლება რაღაც მოსაზრებების მოწინააღმდეგენი ვიყოთ ბატონო დავით და ოპონირებდეთ, მაგრამ საქართველოს ოპოზიციაში ჩვენ არ ვართ და არც ერთ ჩემი სტუმარი ვერტმა გვაშოროს და აქედან ამ საფრთხეს გამოვხატო. კიდე არ იყოს დამატებითი ასეთი, რომ აი რაღაც პოლიტიკური ნიშნით ხდება რაღაც სამართლებრივი დევნა ვინმეს ან რამეს ან რაღაცეების მიმართ, ასეთი არ გასწრებს. აქაც კარგად უნდა აიწონოს ჩემი აზრით. როგორ შეიძლება ახლა იმის თქმა რომ აი პრესაში გაჟღერდა რომ ახლა 5 ბანკი არის გამოვლენილი შტატებში რომლებიც დაჯარიმდნენ თითქმის 6 მილიარდი დოლარით გარკვეული მაქინაციების გამო მაგრამ ამ სისტემას იკვლევდნენ 2007 წლიდან იუსტიციის სამინისტრო თავის პროკურატური თავის ყველაფერი და აი ახლა 2015-ში დაიდო შედეგი ახლა ჩვენ ამაზე იმედი რომ ახლა ამას გამოიკვლიოს რაღაცა კომისია პარლამენტზე ხო წარმოდგენილი ხარ როგორ შესრულდება ეს ყველაფერი და ამით ახლა ლარს უშველებთ ხო ახლა ამის დაჭერება არ გვინდა ჩვენ უბრალოდ ვინც ვიცით ის საკვლევია და საძიებელია 26 თებერვალს თქვით მე და თქვენ ამ პატარა სტუდიაში ბატონო დავით როცა საძიებელია მაგრამ ინტელექტუალურად თუ არა რა თქმა უნდა აქ ლარია ახლა ამ შემთხვევაში ამოცანა და მიზანი რომ ლარის ყევები ასე თქვა შეჭერდეს და იმან არ დააზარალოს ჩვენი მოსახლეობის წყვილნარიანობა არ გაგვექცეს კურსი კიდე მეტად არ გადაიზარდოს ეს ინფლაციაში და არ გავაჩინოთ დამატებითი სოციალური პრობლემა ისედაც დამძიმებულ ქვეყანაში. აი თქვენ როგორ ვფიქრობთ, აი რას ურჩევდით ახლა უშველებელი გამოცდილების პატრონი აქცენტირებას აით უნდა გავაკეთოთ. არაფერი დაიწუნებენ ისინი ამ შენიშვნებს მიიღებენ, შეასწორებენ და მერე მიიღებენ ყველაფერს ამას და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შედგენა ამის საჭიროება არ არის. უბრალოდ არის იქ კანონმდებლობით ნორმატივი, რომ შეიძლება სააუდიტორო სამსახური შეიძლება გაძლიერებული ფორმით ესა და ისედაც კანონით ექვემდებარება. ეს არის არ უნდა ამას ისა რა. აი აგაშენათ მერტმა მეც ამ თემაზე ამ კუთხით აღარ რა თქმა უნდა არის ბილად და რაც უფრო უხმაუროდ გაიგო ფულს ეხება საქართველოში არის ერთადერთი დოკუმენტი ისტორიულად ფულის შესახებ ვახტანგ მე-6-ის კანონთა კრებული. ქვია თეთრის გარიგება. თეთრის გარიგება. თეთრი ვერცხლის ფულს ერქვა. ფული ერქვა სპილენძის ფულს. და ამასო იმიტომ წერო, რომ სისხლის ფასს ვერ გაიგებთო. სისხლის სამართალს ვერ გაიგებ თუ ფული არის. უხდი? აი ადამიანის სასიცოცხლო მოთხოვნებს რაც ეხება, იმასთან თამაში არ შეიძლება. არც პარლამენტში და არც არც. მიხდით რაც ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. უდაოდ გეთანხმებით ახლა ბატონო დავით უნდა გითხრა გულახდილად. ამ შემთხვევაში ჩემში ჟურნალისტურმა ინტერესმაც გაიღვიძა, იმიტომ რა თქმა უნდა პროგრამა მიყვარს, ახლა ჟურნალისტური საქმიანობა შევიცე, თუმცა ეს არ არის ჩემი პროფესია. და აგვირთ, ახლა მე ვიცი ბატონო დავით, ახლა ჩემს მაყურებელსაც მინდა იცოდეს, რომ თქვენ მუშაობთ ახლა კიდე მესამე დიდ მონოგრაფიაზე, ეს არის ფულის თემა, რომელზეც არ არის საქართველოში ნამუშევარი. ნამდვილად ეგეთი ეს არის ყამერი და მაშინ მოდით ახლა ესე შევთანხმდეთ ბატონო დავით, როგორც კი საზიქნალო ეგზემპლარი გამოვა, აი ამ სტუდიაში ვიყოთ ერთ-ერთი მონათულა ამისა. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით, იმიტომ ეს იქნება სწორედ დიდი პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც დამოუკიდებელი ხალხს უსვამს, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში რომ არის გასააზრებელი და შესასწავლი. ვახტანგიდან დაწყებული და იმის წინარე ეპოქაც როგორ იყო და რა იყო ქართული გონი, აზრი ამ კუთხით როგორ ვითარდებოდა, როგორ იყო თუნდაც საბჭოთა პერიოდში ჩვენ მქონდა ეთერს გარეთ ამ თემაზე მცირეოდენი საუბარი, თქვენ გიხსენებთ მე ჩვენთვის ყველასათვის უშველებელი გვარები გოიავა, თქვათ ჭანტლაძე და სხვები, მაგრამ ისინი იკვლევდნენ ამას დიდი სისტემის ნაწილი ქვეყნისათვის. ახლა თქვენი კვლევა და თქვენ ხედვა იქნება არა მარტო ისტორია, ამ ისტორიებზე დაფუძნებული რეკომენდაციები და დამოუკიდებელი, სხვა დროა და დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოსთვის არის ეს შრომა გაკეთებული. მე მინდა
ჩვენი მაყურებლების სახელით, ჩვენი კოლეგების, მეგობრების სახელით გისურვოთ წარმატება და რაც მალე დასრულდება და მეტ საფიქრალი ექნება ჩვენ საზოგადოებას ამ კუთხით ახალი ეს კიდევ ერთი ახალი გამარჯვება იქნება ქართული ეკონომიკური აზრის და საერთოდ ქართული ეკონომიკური გონის, რომელსაც მე ხშირად ვამთავრებ ჩვენს გადაცემას, ის არის უკვდავი, მარადიული და ამის გამოცა ვართ შემორჩენილი მსოფლიო პოლიტიკურ რუკას. ლამის 4500 წელი მაინც არის შეიძლება მეტიც, როგორც იტყვია. ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენი სახელით, ჩვენი ტელევიზიის და პროგრამის სახელით, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა მინდა მოვუხადო ბატონ დავითს იმისთვის, რომ მან მოძებნა დრო, რომ მოგზავნებულიყო ჩვენთან და ესაუბრა ჩვენს მაყურებელთან, ჩვენი საზოგადოებისათვის. და გამოთქვა იმედი იმისას, რომ ჩვენ არაერთხელ გვექნება ამის შესაძლებლობა ასე დიდ და გლობალურ თემებზე, როცა დაგროვდება, როცა აუცილებელი იქნება თქვენი გონიერი შეფასება და აზრი ამ თუ პრობლემურ საკითხზე, რომელიც ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქართული სახელმწიფოს წინაშე დგება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და უღრმესი მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს. მომავალ შეხვედრამდე, ძვირფასო.